მშვიდობის ეს იმედი ლაივია გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. შანტაჟი, ვიზა ლიბერალიზაციის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გრძელდება, თუმცა რადიკალების მაშველი რგოლი უკვე აღარ მუშაობს. სკანდალური ინტერვიუ, რომელიც მეორე ფრონტის ამბავს ფარდას ხდის, რა თქვა პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა გიყვებით რამდენიმე წამში. საქართველოს ხელისუფლების საპასუხო წერილი ევროკომისიის მიმართ ვრცელი და არგუმენტირებულია. მოიცავს იმ ნაბიჯების დეტალურ აღწერილობას, რაც მთავრობამ გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. საუბარია ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ რეფორმებზე, მათ შორის სამგზავრო დოკუმენტაციის გაუმჯობესებაზე, თავშესაფრის მოთხოვნების შემცირებაზე, საზღვრის კვეთის კონტროლზე და ბევრ სხვა ინიციატივაზე, რაც შეთანხმებული პირობების მიმართ ხელისუფლების კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მეტიც წერილში მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის ევროკომისიის ყველა რეკომენდაციაზე დიალოგისთვის. ამ ფონზე დოკუმენტს რატომღაც დაუსაბუთებელს უწოდებს რადიო თავისუფლება. ეს შეფასება კეთდება ბრიუსელში წყაროზე დაყრდნობით. წყარო ცხადია, კონფიდენციალურია. კიდევ უფრო უცნაური ის არის, თუ როგორ მოიპოვა გამოცემამ ოფიციალური დოკუმენტი. ბრიუსელის ჟურნალს ამბობს შალვა პაპუაშვილი, რადგან თავის დროზე CIA-ის პროპაგანდისტული ქვედანაყოფის ტრამპის მიერ შეწყვეტილი დაფინანსება ევრობიუროკრატიამ გადაიბარა და საკუთარ პროპაგანდისტულ მედიად აქცია, თუმცა სპიკერის თქმით, ეს გაჟონვა პრობლემა არ არის პირიქით, ყველამ უნდა გაიგოს რა პოზიცია აქვს ქართულ სახელმწიფოს. შანტაჟის სამარცხვინო მცდელობის ნაცვლად დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ასეთია პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი მოწოდება ბრიუსელის მიმართ. ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობდა ომში ჩაეთრია სხვა ქვეყნები, მათ შორის პოლონეთის. სკანდალური აღიარება პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ ადასტურებს ამბავს მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე. ანჟეი დუდა, რომელმაც პრეზიდენტობის 10 წლიანი ვადა ერთი თვის წინ დაასრულა, საჯაროდ პირველად ყვება, რომ უკრაინის ხელისუფლების ინტერესებში იყო სხვა ქვეყნების ჩაეთრია მოსკოვის წინააღმდეგ ომში. ყველაზე სასურველი კი ნატოს წევრი ქვეყანა იქნებოდა. დუდამ გაიხსენა 2022 წლის 15 ნოემბრის ინციდენტი, როდესაც უკრაინა პოლონეთის საზღვართან რაკეტა ჩამოვარდა და ორი პოლონელი ფერმერის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ ზელენსკი პოლონეთისგან დაჟინებით ითხოვდა რუსეთის დადანაშაულებას, რაც დუდას თქმით პირდაპირ ზეწოლა იყო. არადა გამოძიებით დადგინდა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა არა რუსული, არამედ უკრაინული იყო. ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგანაც მეორე ფრონტის გახსნას, ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საზოგადოებას ახსენებს უკრაინელი მაღალჩინოსნების ღია მოწოდებებს მეორე ფრონტის თაობაზე. უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე, ამას დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, თქვა ირაკლი კობახიძე. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათი მისია არავის მისცენ შესაძლებლობა საქართველოს გამოიყენონ ისე, როგორც უკრაინა.